რაჭის ტრაგედიიდან დღეს ზუსტად 3 წელი გავიდა, მაგრამ ამ 3 წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი არავის არ გაუცია და ასეთი კითხვები ბუნებრივია არსებობს ბევრი და განსაკუთრებით ეს კითხვები აქვს სწორედ ტრაგედიის მომენტში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მათ შორის არის მაგალითად დავით ბერიაშვილის ოჯახი, რომელიც უკვე წლებია მოითხოვს საქმის მასალებზე წვდომას, ინფორმაციას მიმდინარე გამოძიების შესახებ, მათ სურთ გაირკვეს, მათ სურთ გაიგონ რა რა გამოიძიეს ამ წლების განმავლობაში, არსებობენ თუ არა კონკრეტული ადამიანები, ვის შესაძლო გულგრილობასაც ემსხვერპლა 33 ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ დღეს ჩვენ გვითხრეს, რომ საქმის მასალებზე წვდომა ისევ არის გართულებული, რადგან როგორც უკვე საზოგადოება მიცის, ამ საქმეს ადევს გრიფი. იქიდან გამომდინარე, რომ კითხვები ბევრია, პასუხები კი არ არის გამორიცხული, რომ ეს საქმეები წავიდეს სტრასბურგის სასამართლოშიც. როდესაც საუბარია რაჭის ტრაგედიაზე და შოუში მომხდარ ფაქტზე, ავტომატურად ყველას უჩნდება კითხვა, რამდენად იყო შესაძლებელი ტრაგედიის თავიდან აცილება და აქ გულისხმობთ ადამიანურ ტრაგედიას, ბუნებრივი მოვლენების ღვარცოფების თუ სხვა სტიქიის თავიდან არიდება არის შეუძლებელი, მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი, რომ წინასწარ ჰქონდეს ადამიანს ამის შესახებ ინფორმაცია და ასეთ დროს ყოველას ახსენდება სპეციალისტების შეფასებები და მათი რეკომენდაციები, რომ საჭიროა ქვეყანაში დანერგილი იყოს ადრეული გაფრთხილების სისტემები და ეს სისტემები ძირითადად უნდა იყოს გამოყენებული საფრთხის შემცველ მაღალმთიან ზონებში, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, იმისთვის რომ მაგალითად უღვარცოფული პროცესი დაიწყება, ხალხს წინსრებით ქონდეს ინფორმაცია და მიმართონ თვით ევაკუაციის გზას, რაც არ მოხდა მაგალითად 3 წლის წინ შოუში და რასაც საბოლოოდ 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არის თუ არა ასეთ სისტემები დღეს სადმე გამოყენებული, ამის შესახებ სპეციალისტებს საუბარი უჭერთ. უნდა გამოგვეტანა გაკვეთილები და პირველადი გაფრთხილების სისტემა უნდა ქონოდა საქართველოში, ყოველ შემთხვევაში დავიწყეთ ამაზე ფიქრი და დაიწყო სახელმწიფოებმაც ფიქრი ამ საკითხებზე, იყო მოწვეული არაერთი ექსპერტი, შეაფასეს, გააკეთეს. ვიცი რომ რუქებიც დაიდო, მაგრამ ეს რუქები ჩვენთვის ჯერჯერობით ხელმოუწვდომელია. რა უნდა გაკეთდეს და რა თქმა უნდა ისევ და ისევ გადაღებული პირველადი ყოფინების სისტემა უნდა არსებობდეს, რომელიც დამიჯერეთ მარტო კაბინეტებში არ უნდა იხილებოდეს, თითოეულ ადამიანთან უნდა იყოს მიტანილი და ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. არსებობს ბუნებრივი მოვლენები და ციკლი დედამიწის განვითარების, რომელსაც თქვენ ვერ შეცვლით. მაგრამ მთავარი რაც არის, ეს თქვენი ცოდნა ამ პროცესების შესახებ, ამ პროცესებისა და შეიარაღება პირველ რიგში ცოდნა, შემდეგ მეთოდებით, როგორ უნდა შეხვიდეთ სანაცხოვრებაში გარემოსთან. ანუ ეს რას ნიშნავს? რომ როდესაც იცით, რომ მყინვარული მდინარეა, მის წინ ჭალაში არ უნდა ააშენოთ, თქვათ, ხალხი არ უნდა ცხოვრობდეს იქ. თუ ცხოვრობს, წინასწარი შეტყობინების სისტემები უნდა გქონდეთ. მაგრამ ამ წინასწარი შეტყობინების სისტემებსაც თავისი ცდომილება აქვს და ეს ცდომილების განსაზღვრა ძალიან ძლიერი სპეციალისტები უნდა გყავდეთ და ინფრასტრუქტურა უნდა გქონდეთ შესაბამისი. შოუში მომხდარი ტრაგედიის შესახებ დღეს საუბრობენ ქართულ ოცნებაში მსგავსად გასული წლებისა. დღესაც ირაკლი ყობახიძე იმყოფებოდა მაგალითად რაჭაში, მანაც ისაუბრა ამ ტრაგედიის შესახებ, თუმცა ვერც ირაკლი ყობახიძისგან და ვერც ქართული ოცნების სხვა რომელიმე წევრისგან ვერ მოვისმინეთ რა გაკეთდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმისთვის, რომ საფრთხეები წინასწარ იყოს აცილებული და მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხე აღარ ემუქრებოდეს, განსაკუთრებით ისეთ ზონებში, რომელიც არის საფრთხის შემცველი. ამის ნაცვლად ირაკლი ყობახიძე ისევ სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობდა. 3 წლის თავზეც ტრაგედიიდან ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედიები აღარ ხდებოდეს, მაგრამ ვერ მოვისმინეთ მისგან რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში. დანარჩენ ქართულ ოცნებაში კი გვითხრეს, რომ სტიქიური უბედურებები, მათ შორის ღვარცოფები ყველგან ხდება, მაგრამ დამატებით კითხვაზე იმისთვის, რომ ესეთი ღვარცობი არ სრულდებოდეს ადამიანური ტრაგედიებით რა გაკეთდა, მათ შესაბამის უწყებებთან გადაგვამისამართეს. სისტემებს, რომელზეც 3 წლის წინაც იყო საუბარი და იმის შემდგომაც რამდენადაც არის ცნობილი, ამაზე იყო როგორც პრევენციული ხასიათის ღონისძიებები,
ჩატარებული, ასევე ახსნილი ის, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა არ ნიშნავს იმას, რომ სამწუხაროდ აღარ მოხდება არსად ასეთი ტიპის ან რაღაცა მსგავსი ტიპის მოვლენები, ბუნებრივი კატაკლიზმები, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენზე გაცილებით მაღალი დონის სახელმწიფოებს აქვთ გაცილებით მაღალი დონის სისტემები, მაგრამ სამწუხაროდ იქაც ხდება ასეთი ბუნებრივი კატაკლიზმები. ის რა, რომ სახელმწიფოს მაქსიმალურად აქვს ვალდებულება, რომ სისტემა მაქსიმალურად დატვირთოს, ჩვენ ინფორმაციით ეს არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ასე დეტალებზე ხარ შესაბამისი უწყება მთელ სოფლიოში ხდება ესეთი, ასე ვთქვათ, ბუნებრივი კატაკლიზმები, ხან მიწისძვრის სახით, ხან ღვარცოფების სახით, ხან წყალდიდობების სახით, ხან ხანძრების სახით, მაგრამ ასეთი დონის სპეკულაცია ამ ტრაგედიებით, როგორც საქართველოში არის ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტიკისა თუ არასამთავრობოების თუ პოლიტიკოსების მხრიდან არსად არ ხდება. ადამიანი დგავარ აქა, რომელსაც კონკრეტულად ჩემი საქმიანობის კონკრეტული ის არ არის და მეუნდები კონკრეტული ლოკაციები დამისახელე და გცემ პასუხს, რომ თუ გაინტერესებთ სადრა დაინერგა, მიმართეთ შესაბამის სამსახურს, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი, რომ მიიღოთ კომპეტენტური პასუხი. თქვენ ამის ნაცვლად ეხლა მე აქ თითქოს მანამუსებ არ მოიკითხე? გეუბნები რომ მოვიკითხულიც არის და მიმდინარეობს პროცესი. შოუში ტრაგედია 3 წლის წინ დატრიალდა და ამ ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ერთი ოჯახის წევრებიც და მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. ამ 3 წლის განმავლობაში არაერთი დასკვნა თუ მოსაზრება მოგვისმენია იმის შესახებ, თუ რა პროცესები უძღოდა წინ ღვარცოფული პროცესების განვითარებას და არაერთი სპეციალისტის შეფასებაც არსებობს იმის შესახებ, რომ წინასწარი გაფრთხილების სისტემების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ადამიანური ტრაგედიის თავიდან აცილება.